გამართეთ კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. კონფერენციის სახელწოდება გახდათ პედიატრიული ნევროლოგიის იშვიათი შემთხვევები. განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ახალშობილთა ეპილეფსიები, მათი დიაგნოსტიკა და მართვა. ასევე ვისაუბრეთ ცხელებით გამოწვეულ გულყრებზე. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ეს გახდათ ვიტამინ დამოკიდებული მდგომარეობები. ასევე ვისაუბრეთ პედიატრიული ინსულტის შესახებ. გენეტიკური ტესტირება ბავშვთა ნევროლოგიაში მეტად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადების ეტიოლოგია არ ვიცით. ზოგჯერ ეს შესაძლოა დაბადების ტრავმა ან უბედური შემთხვევა იყოს, მაგრამ თუ საქმე ამ შემთხვევებს არ ეხება, გენეტიკურ დარღვევებზე უნდა ვიფიქროთ. გენეტიკური ტესტირებით შესაძლებელია ყველა 20,000 გენის ერთ ჯერზე შემოწმება. ამ მეთოდით სწრაფი პასუხები გვაქვს რთულ კითხვებზე, მაშინ როცა წარსულში თანმიმდევრული კვლევებით საბოლოო დიაგნოზის დასმამდე 5-დან 7 წლამდე ლოდინი გვიხდებოდა. ცერებრული დამბლა ბავშვებში მოტორული უნარების შეზღუდვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია და ჩვენ ვიცით ამის რისკ ფაქტორებიც. ესაა ნაადრევი მშობიარობა, დაბალი წონა დაბადებისას. გვყავს ბავშვების დიდი ჯგუფი, რომელიც აკმაყოფილებს კლინიკურ კრიტერიუმებს, თუმცა მათ არ აღენიშნებათ რაიმე ცვლილებები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მიხედვით. ბავშვების ეს ჯგუფი გენეტიკურად უნდა შეფასდეს. მკურნალობის თვალსაზრისით გვაქვს ავსტრალიელი ავტორების ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი შუქნიშნების შესახებ ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებისთვის. თუ გვაქვს მწვანე შუქი, ნიშნავს, რომ დიახ, ჩვენ მხარს უჭერთ ამ თერაპიას, რადგან გვაქვს მტკიცებულება, რომ ის მუშაობს. ჩვენ გვაქვს თერაპიების დიდი რაოდენობა, რომელიც წითელი შუქის ქვეშაა, რაც ნიშნავს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მტკიცებულებები არ არის მყარი და ეს შესაძლოა საზიანოც კი იყოს. მკურნალობისა და ინფორმაციის მიწოდების პროცესში ეს ძალიან დიდი პრაქტიკული ნაბიჯია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებზე ზრუნავს. კრუნჩხვა ახალშობილებში ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური შემთხვევაა. ეპილეფსია შესაძლოა სიცოცხლის პირველ დღეებში ან პირველი თვის ბოლოს დაიწყოს. ახალშობილებს შესაძლოა ჰქონდეთ ინსულტი, ისევე როგორც ხანდაზმულებს. ძალიან მნიშვნელოვანია მწვავე პროვოკაციული კრუნჩხვების მქონე ახალშობილების დიფერენცირება. ახალშობილებში კრუნჩხვების მკურნალობა ერთი საერთო გზით არ შეიძლება. მნიშვნელოვანია დიაგნოზის ადრეულ ეტაპზე დასმა. ზოგ შემთხვევაში ეპილეფსიის საუკეთესო მკურნალობა ქირურგიული ჩარევის განხილვაა. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ პერსონალიზებული მკურნალობის ჩატარებას. ყველა ბავშვი განსხვავებულია, შესაბამისად თითოეული პერსონალიზებულ მკურნალობას საჭიროებს. But what was once rare is now common. So in